აქაც მცველი. მეტი არაფერი არ აქვს. ეხლა წინ, ანუ უკან თუ ღვეც მობობ, წინა ემაზე უკეთდება ღვედი, რომელიც ტრიალებს და მოსახერხებელია. სამწუხაროდ ესეც არ არის დარეძინებული. ესეც არის რაღაცნაირი სრიალა პლასმოსი. ესეთი სრიალა პლასმოსები გაყინულ ხელზე, მაგრამ სრიალებს და არ არის კაი. და მოჭიდებაც ნაკლები აქვს, აი არ ვიცი რა. მე უფრო მესიამოვნებოდა, რომ ამაში ყოფილიყო ან ცოტა დარეძინებული ან რაღაცა, რომელიც არ არის. ეს მოდელები არის ხისაც, ანუ ხის კონდახი და რაღაცა მე პატრონი თქვა, კიდვა რომ მინდოდა ხელში დავიჭე რაღაც ზემოთ მიქონდაო, ანუ მოუხერხებელი იყო ჩემთვის. პლასმასის უფრო ძვირი და ვიდრე ხის და ყოველთვის გეტყვით რა, რომ თუ ნადირობ და აქტიურ რაღაცებს ეწევით, ჯობია რომ პლასმასი იყიდოთ ნაკლებად და ზიანდება, ვიდრე ხის, რომელსაც დარტყმითოს რაღაცა ან ლაქი გადადრება ან რაღაცა მოუვა. მაგრამ ესეთიკურ თვალსაზრისით ხის უფრო ლამაზია. კაი, მოდი ახლა ვნახოთ ეს. უკან სამიზნე მოძრაობს როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად. წინ კორა უძრავია, შუქშენკრები უყენია წითელი, აქ უყენია ორი შუქშენკრები მწვანე. გახედვის დროს, ეხლა ნახეთ. გარშემო უკვე სიმწვანე